ეს გერმანელი იმდენად იყო შეხებული ამერიკელობის სიკეთით, რომ არ ვაპირებ ყველაფრის გამხელას. უნდა ნახოთ ვიდეო. მაგრამ აი შეგახსენებთ, რომ თუ გსურთ ამერიკისა და დასავლეთის სიძულვილი, უბრალოდ უყურეთ ჩვეულებრივ ამბებს. და თუ გსურთ ამერიკის სიყვარული და დასავლეთის სიყვარული, რეალურად უნდა შეხვდეთ ნამდვილ ადამიანებს და ესაუბროთ მათ. ეს უიკენდი აშკარად იყო იმის აღნიშვნა, თუ რა გააკეთა ამერიკამ მსოფლიოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ მე თავად არ ვარ ამერიკელი, ამ ქვეყანას ძალიან ბევრი კარგი მოუტანია. მაშასე დავიწყებთ ამ ვირუსული ვიდეოთი და შემდეგ გადავდივართ აბსოლუტურად ბრწყინვალე ვიდეოზე, ნუალე ვიდეოზე, რომელიც ასევე ინტერნეტს იპყრობს. იყავით ჩვენთან, ძალიან მოგეწონებათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბუშის პაკში. ბოდიში. ეს გახარებს ადამიანს, უფრო მხიარულს ხდის. რატომ? დაგვეხმარეთ, გავიგოთ. რატომ ახდენს თქვენზე ასეთ დიდ გავლენას? სებასტიან კრაუსე ვერასდროს არ მოიდგენდა, რომ მისი მოგზაურობა ამერიკაში ასეთი ემოციური იქნებოდა. ხო, არა, ეს ნორმალურია, თქვენ ადამიანი ხართ. სიხარულის ცრემლებია. ხო, სულ რამდენიმე კვირაში აქ ყოფნისას მე შევიყვარა ეს ქვეყანა და ეს ძალიან ემოციური იყო. სტადიონშიც კი ვიტირე. ეს სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ის ელოდა, სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის საფეხბურთო ნაკრების თამაშების სანახავად გაემგზავრებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მეშინოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების. ახალი ამების როლებზე და კრიმინალებზე, რომ ქვეყანა უსაფრთხო არ არის. ბობის სახლში მივიყვანს. შესანიშნავია. ამერიკა შესანიშნავია. სებასტიანი შეხვდა უცნობთა ჯგუფს, რომლებმაც შესთავაზეს საშტუმრომდე წაყვანა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ბოსტონი, ეს არის ბობ სირსი და მისი ოჯახი. ახალი ინგლისის მცხოვრებლები, რომლებმაც გერმანელთა ჯგუფს აჩვენეს, რომ ბოსტონი უფრო თბილია, ვიდრე ზოგს გონია. გმადლობთ. მიყვარს საშეშეშო. კარგად გაატარეთ დრო აშეტეშიში. ვიდეო ალბათ 40 ჯერ მაინც ვნახე მარტო. თვალებში ცრემლები მქონდა. სებასტიანი უფრო განიცდიდა ამერიკიდან წასვლის პერსპექტივას, ვიდრე იმას, რომ გერმანია ტურნირიდან გამოვარდა. არა, ეს სასაცილო და ამავე დროს ძალიან საყვარელი. გახსოვთ, ჩვენ გვითხრეს, რომ ვინც ამერიკაში ცდილობს ჩამოსვლას, ისინი არიან ქურდები. მაგრამ სინამდვილეში ამერიკელად ყოფნა სრული და აბსოლუტური პრივილეგია. და მსოფლიოს უმეტესობა ამას აფასებს და იცის. ის სიკეთე, რაც მან განიცადა, ასევე ბევრ ადგილობრივსა და ახალმოსულსაც გამოუცდია. მიყვარდა აქ ცხოვრება, ფიქრობდი, რომ ხალხი ყოველთვის ძალიან კეთილი იყო. აქ ხალხი ძალიან თავაზიანია. მსოფლიო ჩემპიონატმა კი უბრალოდ უფრო მარტივად გახადა ამის დანახვა ყველასთვის. უდავოდ, ბევრად უფრო მეტ უცნობთან ვისაუბრა, ვიდრე ჩვეულებრივ. და გონია ეს მსოფლიო ჩემპიონატის გამოა. დიახ, ასე ვფიქრობ. ამერიკელები უხეშები არ არიან, გერმანელებიც არა. თუ ერთად ვიქნებით, დიდ წარმატებებს მივაღწევთ. სებასტიანი ცოტა ხანს კიდევ დარჩება. ის 4 ივლისს ვაშინგტონ დი-სიში გაატარებს. შემდეგ კი გერმანიაში დაბრუნდება თავის ოჯახთან და მეგობრებთან. ის ყველას მოუყვება ჩვენს ქვეყანაზე. რაც შეეხება ჩვენს კეთილ სამარიტელს ბობს, მასთან ტელეფონით ვესაუბრე. ის ამბობს, რომ უბრალოდ ცდილობს გადაუხადოს ის სიკეთე, რაც მიიღო, როცა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და ეთანხმება, რომ ახალი ინგლისი და ბოსტონი მართლაც მეგობრული ადგილია. ბოსტონიდან გატყობინებთ. ეს ძალიან მომწონს. ეს ვიდეო ძალიან მიყვარს, რადგან ფიქრობ ძალიან საყვარელია, როცა ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან და ისეთ რამეს განიცდიან, რასაც ვირასდროს წარმოიდგენდნენ. ადამიანები კეთილები, ღიმილიანები და გულისხმიერები არიან და როცა ევროპიდან მოდიხარ, ეს ყოველთვის ასე არ არის. მაგრამ მეგობრებო, კიდევ ერთი ვიდეოა, რომელიც უბრალოდ უზომოდ მიყვარს და რომელმაც ინტერნეტიც დაიპყრო, რადგან კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამერიკულობას და იმას, თუ რამდენად საოცარია ეს ქვეყანა. ეს მხოლოდ სტუმართმოყვარეობა არ არის, ეს ის თავისუფლებებიცაა, რაც მას თან ახლავს. ეს ის რაღაცაა, რასაც ევროპელების უმეტესობა ვერც კი წარმოიდგენს. მაგრამ მოიცადეთ, სანამ იმ ვიდეომდე მივალთ, მოდით ერთი წუთით ეს ვიდეო ვნახოთ, რომელიც ბენი ჯონსონმა გამოაქვეყნა. ტრამპმა დაიწყო შეტყვა ნიუ-იორკის გასათავისუფლებლად, ბოლოს და ბოლოს. ეს საკმაოდ სახალისოა, მაგრამ სინამდვილეში ეს ვიდეო უბრალოდ ზეიმის კადრებია. ამერიკის აღსანიშნავად, ნამხიარულება არა, შეხედეთ იმ დროშას. შეხედეთ ამას. ეს ძალიან სახალისოა რა, შესანიშნავი ვიდეოა. ხალხი ზეიმობს, ხალხი ბედნიერია. და გულწრფელად რო თქვა, ეს მართლა ენერგიას მაძლევს. უბრალოდ უყურო, როგორი ენთუზიაზმით არიან ადამიანები იმის მიმართ, რა არის დასავლეთი და რას წარმოადგენს იგი. ძალიან დიდი ხანია, რაც ეს შეგრძნება არ გქონია. ეხლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს, რომელმაც ინტერნეტი პირდაპირ ააფეთქა. ბენი ჯონსონმა მინდა რომ ყველა უცხოელმა, ვინც ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოვა, იცოდეს, რომ ეს 100%-ით კანონიერია. და ამერიკის ყველა ქალაქი სავსეა პატრიოტებით, რომლებსაც ესეთი იარაღის საცავები აქვთ ფაქტობრივად ყველა კვარტალში. აი რატო ერავინ დაგვიპრობს და რატო ართ მაგრები. გულისხმობ ხალხო, რა მაგარია ეს ყველაფერი. ყველა ძველი ამერიკელი ჯარისკაცები არიან ჩაცმულები და უბრალოდ ისვრიან სხვადასხვა საგნებზე. ეს ხო ყველა კაცის ოცნებაა, მოდით გულწრფელად ვთქვათ. ჩემი არა. მაგრამ ყველა კაცის ოცნება. რა სახალისოა ეს ვიდეო?
ხო, ესეა. ევროპელები ამბობენ, არ არსებობს, ეს არ შეიძლება იყოს ნამდვილი, ეს სრულიად კანონიერია. მათ ამის უფლება აქვთ, ყველა ჩაცმულია როგორც ძველი ამერიკელი ჯარისკაცები, გამიშვით აქედან. არ ვიცი, მუსიკის რიტმზე ისვრიან თუ არა, მაგრამ ძალიან სასაცილო იქნებოდა თუ მართლა ესეა. ალბათ ესეა. მგონი ეს ნამდვილი ცოცხალი შესრულებაა. ფონზე მუსიკა ისმის, ის პირდაპირ უკრავს დასარტყამზე, როცა ეს ადამიანები ისვრიან. გულისხმობ, ეს ძალიან მაგარია. და კიდევ ერთხელ, ხო იცით, ჩვენ ასე ვართ მიჩვეულები ამერიკის დემორალიზების ამ სულელურ მცდელობას, მაგრამ უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასევე ზეიმობენ ამერიკას იმისთვისაც გაუკეთებია. ეს ტოკიოშია. ნახეთ ეს ვიდეო. სინამდვილეში სასაცილოდ მაგარია. ეს არის ტრამპი და თავისუფლების ქალღმერთი. ეს მე-4 ივლისისთვისაა, კარგი? ეს ტოკიოშია, მე-4 ივლისის ფეიერვერკები. როცა ამერიკის ბევრ დემოკრატების მიერ მართულ ქალაქში მე-4 ივლისის ღამის ფეიერვერკებს აუქმებენ, იმიტომ რომ ცხადი არ უნდათ ამერიკის აღნიშვნა. ტოკიოში კი ამბობენ, კი, რა თქმა უნდა, ბრწყინვალეა, მაგარია, მიყვარს ეს, კარგი ენერგია, ამაღელვებელი ატმოსფეროა. მსოფლიო 100, 250 წლიანი ზეიმი. მსოფლიო შეიძლება ცდილობდეს დემორალიზებას. ეს არ გამოუვათ. ხალხს მაინც უყვართ და აფასებს, რას ნიშნავს იყო დასავლეთის ნაწილი. და ცხადია, თუნდაც ამერიკელი არ იყო, შეგიძლია ესეც იზეიმო თუ ინგლისიდან არ ხარ, რადგან ეს ყველაფერი ამერიკის მიერ ინგლისის დამარცხებას ეხება. მაგრამ მაინც ესეც კარგი იყო. ამერიკამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი სამყაროსთვის, ჩვენი საზოგადოებებისთვის, ყველგან, ყველა სფეროში და ეს ნამდვილად საზეიმოა. ისინი თავისუფალი სამყაროს ლიდერები არიან ბევრ მხრივ და უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ხალხს ეს უავიწყდება. ასე რომ გილოცავ 250 იუბილეს ამერიკა. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. და გავაგრძელოთ ასე, კარგი? და რა თქმა უნდა, მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.